სალო ლელა დეიდა მოვიდა დედი. სალომეს ღვიძლის ფიბროზი აღმოაჩნდა. ექიმები გამოსავალს ვერ პოულობდნენ, ერთადერთი გამოსავალი ამ ბავშვისთვის ღვიძლის გადანერგვა იყო, რომლებიც კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული და ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა. სრულიად შემთხვევით არ ველოდებოდით გამოჩნდა ღვთისმიერი ადამიანი ლელა ეხვაია, რომელიც მოდიოდა ჩვენთან, გვამხნევებდა არა მარტო სულიერად, არამედ ყველანაირად ბავშვსაც ამხნევებდა ჩვენსაც, რომ ეს ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, რომ ჩვენზე იზრუნებდა, საზღვარგარეთ გაიტანდა სალომეს ამბავს და რაღაცნაირად მოგვარდებოდა ეს საქმე და დღემდე ქალბატონი ლელა ცდილობს, რომ როგორმე ეს საქმე მოაგვაროს და ცდილობს ჩვენ გაყვანას და სალომეს გაყვანას გერმანიაში, რომ ეს ოპერაცია იქ გაუკეთდეს, შემდგომი რეაბილიტაციაც რომ იქ მოხდეს და ამით ძალიან დიდი მადლობლები ვართ ქალბატონი ლელასი. აქტიურად არანაირი იმედი არის ქალბატონი ლელა გამოჩნდა. იმედი მოგვეცა ხელა რომ თანადგომო ვიგრძნით ამ ადამიანისგან ისეთი რომ რავი იმ თვე რა ვხწია. ამისთვის ძალიან დიდი თანხებია საჭირო. სადღაც 250-300.000 ევრომდე. ვთხოვთ, ყველას ვთხოვთ, რომ დაგვეხმაროს. სალომეს გამოჩამრთელებისთვის.